სატურნისთვის არის მნიშვნელოვანი იმიჯი. სატურნი არის წირცხვილი, შიშები, ნევროზები, ადიქციები, ყველაფერი მოდის სატურნის დესტრუქციიდან, რომელსაც ლილიტი რთავს. მე ავტომატურად ანუ სატურნი ირთვა ლილიტით. ჩავიმთვარე, ხო, ეს ჭრთილი ჩვენი. პრობლემებიც მოდის სატურნით. ნეგატიურ სატურნს მოაქვს გადამეტებული ეგო, ყველაზე მძაფრად გამოვლენის ყველას არა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მძაფრად გამოვლენის რომ მე ყველაზე მაღლა ვდგავარ და თქვენ ქვევით ხართ. ეს არის, თუნდაც სატურნიანელები ხშირად რო არიან, რომ ყველას ჭკუას ასწავლიან, ხა თქვენ ბავშვები ხართ, მე უფრო მესმის და დამიჯერეთ, ხო? კარნულ ასტროლოგიაში ვამბობთ, ეს ეგო თემა არის. ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში ეს ვამბობთ, რომ ბევრი ტვირთი ქონდა ამ ადამიანს და სადღაც ამ გამოცდილებამ და ამ შეზღუდვებმა, რომ მან ბევრი ითმინა, ბევრი აიტანა, ბევრი პასუხისგებლობა ქონდა პატარა ასაკში, მისცა განცდა, რომ მე მეტი მესმის. და პრაქტიკულ ცხოვრებაში სატურნი აქ ამოწმებს, რომ რამდენად შენ რეალობასთან გაქვს კონტაქტი, იმიტომ რომ რეალობა არის ცივი, მშრალი და საკმაოდ ძნელი არის გადარჩენა ამ ცხოვრებაში. სუფთა ცხოველურ ინსტინქტებზე რო გადავიდეთ, მაგალითად, ამოქვაბულის ადამიანზე რო გადავიდეთ, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა არის საჭირო, ეს ჩვენთან სატურნული ენერგია არის. და სატურნის პერიოდებში განსაკუთრებით ეს სატურნი ძალიან კარგად ირთვება. დაზიანებული სატურნი, დაკვადრატებული, კარგ ვარიანტში ნიშნავს გადამეტებული პასუხისგებლობები, გადამეტებული ტვირთები, რომელიც მერე უკვე ჯანმრთელობას ნელ-ნელა აზიანებს, შეზღუდვები, ცოტა კომუნიზმიც ვამბობთ ხოლმე. მკითხით, რომ ეს არის ფსიქოლოგიაში როგორც შინაგანი მშობელი, რომელიც ყველას აკრიტიკებს და აკრიტიკებს ჩვენ თავს პირველ რიგში, ხო? ეს არ შეიძლება დავისჯები, მე შინია, მაგალითად ზოგს აგრესიის გამოხატვის ეშინია, მარსი სატურნი რო ავიღოთ, იმიტომ რომ არ დავისაჯო, ან საკუთარ თავს ზიანდუში თვითონ დასჯის, ხო? ან მე შინია ცუდად მოვიქცე, იმიტომ რომ დავისჯები, ეს არის შინაგანი მშობელი, რომელიც ბავშვობის პერიოდში მკაცრი მშობლის რანგში გამოდიოდა. ან პირიქით იყო ქაოსი, პირიქით იყო უდისციპლინობა და აქ სატურნს სადღაც ეშინია კიდეს პასუხისგებლობების აღება. დაუმუშავებელი სატურნი გადადის ავტომატურად ლილიტის ენერგიაში და ეს შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემის მომტანი გახდეს. ბოლომდე ასუსტებს საკუთარ თავს აკრძალვებში. და მე ჭირდება ხოლმე ცოტა მოშვება, ცოტა რელაქსი, რომ ამ სატურნის წინახს გაუძლოს ადამიანს.